ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმერეთის რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დილიდან მარგველაშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის მაცხოვრებლებს შეხვდა. მოსახლეობამ პრეზიდენტობის კანდიდატს ადგილზე არსებული პრობლემები გააცნო, ისინი ხელისუფლებისაგან მეღვინეობის განვითარების მხარდაჭერას მოითხოვენ. მარგველაშვილის ბაღდათის სოფელ დიმში უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე და დევნილთა მინისტრი დავით არახველიძე ახლდნენ. დიმის შემდეგ მარგველაშვილმა ბაღდათის ცენტრში გადაინაცვლა. ვაპირებ რომ რაც შეიძლება მეტი ხელი შეუწყო იმას, რასაც აკეთებენ ჩემი კოლეგები. იქნება ეს მთავრობაში თუ იქნება ეს პარლამენტში. ვაპირებ რომ დავასრულო ეს წინააღმდეგობა, რაც არის რაღაცა ნარჩენები წინააღმდეგობის, რაც გვიშლის ხელს იმაში რომ განვითარდეთ. ვაპირებ რომ აი ისე როგორც დავდივარ, ასე გავაგრძელო სიარული თქვენთან. არა იმისთვის რომ უბრალოდ სტატისტიკური მონაცემები მქონდეს, არამედ იმისთვის რომ რეალურად ვიცოდე რა ხდება ქვეყანაში. ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის დაპირება ეს არის სამშენებლობის იმ კურსის გაგრძელება, რომელიც 3 თვის მანძილზე ხორციელდებოდა ქართული ოცნების მიერ და რასაც ხელი ეშლებოდა მოგეხსენებათ ორხელისუფლებიანობის გამო და 27 ოქტომბრის შემდეგ ეს საქმიანობა გაგრძელდება ჰარმონიულად, შეთანხმებულად, წარმატებულად.